ალფონს თოდე, მოთხრობები, მეტისქვილე კორნილის საიდუმლოება, ბებერმა მედუდუკემ, ფრანსიე მამაიმ, რომელიც დროდადრო ჩემთან მოდის საღამოს გასატარებლად და ერთი ჭიქა გადადუღებული ღვინის დასალევად. ერთხელ, ერთი პატარა სოფლური დრამა მიამბო, რომლის მოწმე ჩემი წისქვილი ყოფილა ამ 20-ოდე წლის წინათ. ამ კეთილი მოხუცის მოთხრობამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ მინდა ვცადო ისე გადმოგცეთ, როგორც გავიგონე. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, ძვირფასო მკითხველებო, რომ თქვენ სურნელოვანი ღვინის დოქთანს ხეთხართ და ბებერი მედუდუკე გესაუბრებათ. ჩვენი კუთხე ბატონო ჩემო, ყოველთვის ასეთი მკვდარი ქვეყანა არ ყოფილა, სადაც სიმღერას ვერ გაიგონებ, როგორც დღეს. წინათ აქ პურის ფქვილის ვაჭრობა ჰყვაოდა და 10 ლიეს მანძილიდან ფერმერებს თავიანთი ხორბალი ჩვენთან მოქონდათ დასაფქვავად. სოფლის გარშემო გორაკები მთლად ქარის წისქვილებით იყო დაფარული. მარჯვნივ და მარცხნივ ფიჭვნარის ზემოთ ჩანდა მხოლოდ წისქვილის ფრთები, რომლებიც მისტრალზე ტრიალებდნენ და ტომრებით დატვირთული პატარა ვირები, რომელნიც ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ გზებზე.